ბიოლოგიას პლუს ინჟინერია უდრის ბიოინჟინერიას. მას შემდეგ რაც ტექნიკური მეცნიერებები და ინჟინერია დაქორწინდაო, ხო, ბიოლოგიაზე და მედიცინაზეო, გაცილებით წინ წავიდა მედიცინის განვითარება. ეს არის განსაკუთრებული სინთეზი მედიცინისა და ინჟინერიის, მედიცინისა და ტექნოლოგიების, თანამედროვე მედიცინის განვითარება ტექნიკის და ტექნოლოგიების გარეშე არის წარმოუდგენელი. ყოველწუთიერად განვითარებული სამედიცინო ტექნოლოგიები ნიშნავს, რომ ტექნიკური პოტენციალი, ვინც მას მოემსახურება, უნდა იყოს მომზადებული. ჩვენმა სტუდენტებმა დააარსეს თავისი ბიოსამედიცინო ინჟინერთა კლუბი. ეს არის უკვე გაკეთებული. გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ამ დარგის განვითარებას ყველამ უნდა შეუწყოს ხელი. ვის არის მიღწეულია? ბიოსამედიცინო ინჟინერია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უნდა ასახოს აი ეს მიღწევები. ტექნიკურ უნივერსიტეტში ძალიან წახალისებულია სწორედ ეს მოდელი. საჭიროა რომ სათანადო ინფრასტრუქტურა შეუქმნას სტუდენტებს, რომ არა მარტო თეორიული განათლება მიიღონ უნივერსიტეტის კედლებში, არამედ პრაქტიკული განათლებაც მიიღონ. სერიოზული განაცხადია, მე ასე ვიტყოდი. ჩვენ ყავს ძალიან ნიჭიერი, მონდომებული სტუდენტები, ახალგაზრდა თაობა. ექსპერტებმა განსაკუთრებით გამოყვეს ჩვენი ახალგაზრდები. რეალურად დავფიქრდი იმაზე, რომ ამეწყო პროექტი. ეს არის პირველ კურსელის პირველი დასრულებული ნამუშევარი. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის არაერთი პროექტი იქმნება და იგეგმება. შეიძლება სერიოზული ცვლილება ან ნახტომი გამოიწვიოს მედიცინაში. აუცილებლად თვითონ მოხმარებლისთვის იყოს ხელსაყრელი ფინანსურადაც, ვიზუალურადაც. ინჟინერიიდან მედიცინამდე, იდეიდან რეალობამდე. შეგვიძლია მომემსახუროთ ყველა იმ ადამიანს, რომელიც დაინტერესებული არის ბიოსამედიცინო ინჟინერიის მიმართულებით. რას ნიშნავს ბიოსამედიცინო ინჟინერიის მიღწევების დანერგვა დღეს საქართველოსთვის მედიცინასა და ჯანდაცვაში? ეს არის დაბოლოების დეტექტორი ეთნოსარგებლო პირებისათვის. ამოყირავების რისკები, გადმოვარდნის რისკები. თუ ამ მანძილზე მიუახლოვდება, დაიწყებს ხმოვან სიგნალს. სიკეთე გადამდებია, ნამდვილად გადამდებია. მომავლის პროფესია. მომავლის პროფესიის სამსახურში. ნახეთ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი შემადგენლობა სტუმრად ეკა სანიგიძესთან. მე დიდია, ხუთშაბათს, ტელეკომპანია პულსის საღამოს ეთერში.